ზელენსკის სამუდამოდ ციხეში გამოვამწყდებდი. Ფიქრობთ, რომ მას სასამართლოს მეშვეობით ჩასვამენ ციხეში? დიახ, მას სასამართლო გამოვამწყდებს ციხეში. მიმაჩნია, რომ ჩვენ საგამოძიებო სამსახურებს შეუძლიათ სასამართლოს ისეთი ინფორმაცია მიაწოდონ, რომლის შემდეგაც მოსამართლეს სხვა გზა აღარ ექნება. ჭკუიდან მშლის ადამიანების უუნარობა გააცნობიერონ, რომ უკვე დადგა ის რეალობა, რომელზეც მე წელიწად ნახევარი ავსაუბრო. წელიწად ნახევრის წინ ვიძახდი თუ რა და როგორ იქნებოდა. თავი მომაბეზრეს ერთი და იგივე ნარატივის გამეორებით. დროა უკვე გაიაზროთ, რომ თქვენი თანამოქალაქეები სისხლისგან იცლებიან. კი, მაგრამ ტრამპმა ჩვენ გვიღალატა. ის ზელენსკის წინააღმდეგ არის განწყობილი. ზელენსკი უკრაინას იცავს. ჩვენ არ დავთმობთ უკრაინას. ტრამპმა უკვე მოიფიქრა სქემა, რომლის მეშვეობითაც აქ ნახევარი ამერიკული არმიის გამოგზავნას შეძლებს. თუ ეს საჭირო გახდება. არა, მან უკრაინას უღალატა, ყველაფერი ძალიან ცუდადაა. არ ვიცით როგორ გავაგრძელებთ ცხოვრებას, რადგან ამერიკამ გაყიდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ხომ სრული სისულელეა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.